საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი ერევანში მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძემ მონაწილეობა მიიღო ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე უკრაინული მხარის ინიციატივით შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. კომუნიკაცია შედგა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ასევე ევროკავშირის პირველ პირებთან. მაკუნა აბულაძე აშუქებს სამიტს და მეტ დეტალს ის მოგვიყვება. საქართველოს როლი დაკავშირებადობის გაძლიერებაში რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ამ მიმართულებით და როგორია ხედვა ეკონომიკური უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამ თემებზე მთავრობის მეთაურმა მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფორმატში ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა, როგორია მიდგომა საქართველოს ხელისუფლების, რა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, მათ შორის საუბარი შეეხო ბაქო ყარსის რკინიგზას, ჩქაროსნულ მაგისტრალებს, ანაკლიის ღრმაწლოვან პორტს. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს როლის და პოტენციალის აღნიშვნა. მისივე განმარტებით ჩვენი ქვეყანა მზად არის პარტნიორობისთვის, მუშაობის გასაგრძელებლად იმ მიმართულებით, რომ გრძელვადიანი და ძლიერი დაკავშირებადობა ნამდვილად იყოს გარანტი ძლიერი სტაბილურობის. ამ დისკუსიას თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვა ევროპელი ლიდერები. მანამდე კი მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის რიგით მეორე შეხვედრაზე. ეს კოალიცია ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტზე კოპენჰაგენში ჩამოყალიბდა. საინტერესო იყო საქართველოს გამოცდილების გაზიარებაც. ირაკლი კობახიძემ დეტალურად ისაუბრა, რა მიღწევები აქვს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენ ქვეყანას და რა გამოწვევები რჩება. ყველაფერს მაინც ციფრები ამბობს. პრემიერმა განმარტა, რომ მხოლოდ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი არის დაკავებული და საქართველოს ხელისუფლებისთვის უკომპრომისო არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. ასევე ამავე შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ გამოწვევებს შორის რჩება ნარკოტიკების ონლაინ გაყიდვა და შესაბამისი უწყებები ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე აქტიურად მუშაობენ. საქართველო როგორც მოგეხსენებათ სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. მანამდე ჯამში მხოლოდ 8000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87%-ით. გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრაფიკის შემთხვევა, რასაც რა თქმა უნდა დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრაფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ. გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის სქემები გამოვავლინოთ. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ამ შეხვედრას ორივე ქვეყნის საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე მოგვიანებით სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა უკრაინის პირველმა დიპლომატმა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც ვიქნებით კონტაქტზე, წერს ანდრეი სიბიგა, რომელიც ამბობს იმასაც, რომ ვრცელი იყო თემების ჩამონათვალი, რაზეც მხარეებმა ისაუბრეს და ეს თემები მათ შორის შეეხებოდა რეგიონში არსებულ ვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას.
ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების APC-ის სამიტის ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ ჩემს ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკაბოჭორიშვილთან. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საკითხებში. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ურთიერთხელსაყრელი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. შევთანხმდით შემდგომი კონტაქტის გაგრძელებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთანაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა ამ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ყოველთვის მზად არის ორმხრივი თუ მრავალმხრივი დიალოგისთვის, ასევე მან განმარტა, რომ ნამდვილად ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს საქართველოს ევროპის საბჭოსთან, თუმცა ამავე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა განმარტა ის, რომ შემაშფოთებელია, როდესაც საერთაშორისო მექანიზმების პოლიტიკურად მოტივირებული მიზნებით გამოყენება ხდება. რაც შეეხება მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ევროპელი ლიდერები, რომლებიც შეიკრიბნენ ერევანში APC-ის სამიტის ფარგლებში, მათ მასპინძელი ნიკოლ ფაშინიანი დახვდათ. ამის შემდეგ ტრადიციული ერთობლივი ფოტოს გადაღება მოხდა, სადაც ერთმანეთს მიესალმნენ ლიდერები, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე, რომელსაც მიესალმა რობერტა მეცოლამ, ნატოს გენერალური მდივანი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მადლობა, ეს იყო მაკუნა აბულაძე.